და ეგეთი სალამი ნიკო. მოგესალმები ჯიმი. გამარჯობა ქორე. რა შვებოდი ამ ვიკენდზე? რა შვებოდი კი არა, საყვედური უნდა გითხრა. შენც და შენც. იმდენი იწუწუნეთ წინა კვირას ეს მზემ დაგწვა და ცხელა და ისა, აი ისევ წავიდა ამინდე. მე ხა ცხელა, რა ვიცი. ისე რა საკეთებდი? რა უნდა მეკეთებინე? რამე უნდა მეკეთებინე და არ მახსოვს? არა, გეკითხები რომ მე შენ მკითხო შერაქენიო და მე მოგიყვებდი ან მომზადებული მაქვს ისე. ხოიცი როგორ ხდება ხოლმე ეგრე. რა შევუცე, არაფერ შერაშვებოდი, მე რა შვებოდი, მე ვიყავი რკენაზე. მართლა იყავი? აი, რას იცახე? მე ჯიში უყურებდი ლაივში გადიოდა. გახდით რკენაზე, მე შემთხვევით უყურე და აი ვის ჩხუბებზე იყო, აბა ბუცკა. გეტყვი, დამპატიჟეს ჩვენი ეს ოფისი ხომ მდებარეობს? მეორე საქართველოსაც მაგასებად. ხო და ჩვენი ძმები და დები არიან და სეტანტა. რომ კი ვიციო რომ სალონ რო არ გიყვარსო როგორ არის ქართულად mixed martial arts შერეული საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ მოდი იქნება მოგეწონოსო. MMA რა ქართულად. მეთქე ნახავ რა არის. მივედი მიხედი ნახე გაიმარჯვე იყო. იცი როგორ არის, აი თავია რომ მივედი, მიჩვევა მაინც დამჭირდა ამ ახლოს იჯექი? კი, ქვევით ახლოს ვიჯექი, ანუ რომ დაპატიჟებული ხალხი ქვევით VIP. სისხლები რამე კბილები. არ იყო ბევრი სისხლები ეგრე. ერთი მომენტი იყო რომელზეც მოვყვები, რომელიც ძალიან მომეწონა და დაძაბული იყო, არ ვიცი უყურეთ თუ არა ალბათ არა, მაგრამ მე შესვენებაზე ამოვედი და ვნახე რომ სულ არ იყო აუცილებელი VIP ადგილები, უკეთესადაც კი ჩანდა ცოტა ზევიდან, თუ რა ქრო ზიხარ, ახლოს კი ხარ, მაგრამ ესე უნდა უყურო. და იქ ან საჯიგე ფარება ან ოპერატორი ან რაღაც და მაინც ეკრანს უყურებ და ზევიდან უკეთესად ჩანდა. იყო აი ერთი ორგანიზებული, რავი, ძალიან ცოტა რამე მინახავს სპორტის სასახლე შიგნიდან იყო აი ძალიან ლამაზი რაღაცა იმებით ენთობოდა ხალხი გამოდიოდა იმას შვებოდა და ჩავერთე შუა შესვენებაზე რობი გამოვიდა არა მაგასაც მელიშენ რა ცეცხლები და აუ მეთქი რა კაია ქვილი იყიდება ლუდი რაღაც ყოველდღე კი ლუდი იყიდება ჰოთ-დოგი იყიდებოდა რომელზეც მეგობრა მეთქვა ესეთი კაი ჰოთ-დოგიო საერთოდ არასდროს არ მიჭამიო და მაგის ხათრით დავდექით რიგში რომ აგვეღო ის ჰოთ-დოგი მოიცა დავამთავრო მე ვიღაცამ არ მითხრას ეს იყო ძალიან საშუალო ჰოთ-დოგი ანუ არაფერი ცუდი და რაღაცა არ იყო მაგრამ არ ვიცი რატო გადაწყვიტე რომ ეს იყო ყველაზე კაი ჰოთ-დოგი ჯიმი შენ რატო არ რამდენჯერაც დაპატიჟეს ხო გამოირვა ანუ მე მირეკავენ ხოლმე რომ ჯიმის ნომერი მოგვეცი აქა და აქ უნდა დავაპატიჟო მეთქი გუდა ლა კარმოქცემთ იმიტომ რომ უნდა მე ოქტაგონზე რა ხდებოდა ეს ის გასაგებია ჰოთ-დოგი და ისა მე მგონი ქართულმა ყველა მოიგო ცოტა შემაწუხებელი ეგ იყო იმიტომ რომ ანუ რაღაც ბოლოს ვიყავი რომ არ ვიცი ხო რომლის წინააღმდეგ ვიყო იმიტომ რომ ყველა მომწონს ეს ქართველების შემიერები მაგრამ ერთი მაინც ვიღაცამ წააგოს რომ ოღონდ სადაც წაგების შანსი იყო მე სრულიად შემთხვევით ისა სკროლავდი რაღაცას ვეძებდი იმაში ნახე რომელზე სენტანტაზე იყო თუ სენტანტაზე ხო არა ხო ვიხსენებდა და მე გადავახვიე და რაღაცებს უყურე ღვინიაშვილის ჩხუბს უყურე და ერთგან არ იყო ეგეთი აშკარა კაცმა არ იცის რომ არა ეს საბმიშენი ის ხო და არ ვიცი რა იმისგან არა ვარ ამ იმაში ჩახედული ამ რკენის ამბებში ჩემ და სამარცხვინოთ ხო ვერც ქართველს ვიხსენებ და ვერც უცხოელს მაგრამ არ ქონდა ქართველს ესე თქვა უპირატესობა და რომ არა ეს ისა ხო უზბეკი არა არის იყო რომელიც გაგრძელებულ ფეხით ხელი დაუჭირა და კინაღა მოდეხა და მაგაზე დანებდა მოკლედ ძალიან ეგეთი ის მატჩი აი ყველაზე დაძაბული მატჩი იყო როცა ჩხუბობდნენ ქართველი იგებდა სავით და მე მოწინააღმდეგემ აქედან ამოიღო შუშა ესე შეაყარა თვალებში და ეს ესე იყო და ესე ურტყამს და ცოტა ხანი ესე გაჩერდა და მე უცებ მივხვდი რომ გაახსენდა წვრთნის პერიოდი, როცა ბრმავდნენ და იმან რომ ესე გამოუქანა და ვანდამიშვილი ესე გააკეთა და ბოლოში მაინც დაამარცხა. ჟორა ვანდამიშვილი. ხმებით, სისხლიანი სპორტი. ჩემს საყვარელი ერთ-ერთი ბავშვობის ეგეთი პოევიკი. კი, იმიტომ რომ თან რამდენიმე იყო ეგეთი ერთი. ეხლა მე რაც მოვყევი სისხლიანი სპორტი არის, კიდე იყო ლომის გული. ეს სისხლიანი სპორტი არა, კრავავი სპორტი. კრავავი სპორტი იყო სამა ვოლკა. ხო, ეგ არ მაქვს. ხო, იგივე ლომგული იყო, მე მგონი Lion Heart, იმიტომ რომ ჯარის და კიდე ერთი იყო ეგეთი. საერთოდ პოპულარული ჟანრი იყო, რომ რაღაცა შეეკრებენ. დრო რას უშვება არა რაღაცა, ეხლა როგორ შეიძლება ეს ვანდამის ფილმებისთვის სერიოზულად გეყურები ადამიანს და ხო უყურებდით. მე აღმოვაჩინე ვიდეოთეკები ახალი შემოსული იყო და კასეტა და რაღაცა და
Reddit-ზე ვნახე რაღაც ეწერა, რომ აი ყველაზე ბანძი ფილმები რო იყო, გახსოვთ თუ Golan Globus-ის production-ო და ესე წავიკითხე რა თქმა უნდა Golan Globus-ს რო ხედავდი იქ ესე ვიკრიბებოდით რომ ეს იქნება საუკეთესო ფილმი. და მე რაც ეხა ჩავრთე უბრალოდ არ იყურება ისეთი სასაცილო რაღაცეებია. ძალიან კრინჯობაა. ძალიან კრინჯობა ამერიკელი ნინძა, ამერიკელი ნინძა 2, ამერიკელი ნინძა 3, მე-4 იყო ჩემი საყვარელი, სადაც იყო 20 წუთი არ აბსოლუტურად ეხლა რომ შეხედო იფიქრებ რომ ამას ვინ უყურებდა, მაგრამ სრული სერიოზულობით უყურებდი. ხო და ეს არის აი ეგ პოპ კულტურის ეგეთი ისინი შედევრები დღევანდელი 10-20 წლის მერე ეგრე გაუფასურდება ნეტა. კი ალბათ კი აი ახლა რა ნუ ჯონ ვიკი რო ნახო და ბრუები კი რამდენი იცი ჯონ ვიკი ვიცი და ისეთი გადაღებულია რომ 30 წლის მერე რაც ქორეოგრაფიას და რაღაცას შეშინარსი არა აქვს მაგრამ ბრუსლის ფილმები აი შვარცენეგერის ფილმები ხო არის ზოგი ისეთი ზოგი ასეთი რაღაც ხო მაიცაკე მე ტერმინატორიდან დავიწყე ხო და ტერმინატორიდან გაიგო ყველა ანუ თუ კონან ბარბაროსი არ ქონდა რა ნახე რომელიც მაშინ პრედატორი და რამე აი ახლა ეგენი 10 წლის მერე პრედატორი არის კაი ფილმი რომელსაც ხო მეც შეხედავ ახლა ვერ არ წარმომიდგენია რომ ისე გაბანძდეს რომ ვიღაცამ დასცინოს სხვა თვალით რო შეხედავ არის უკეთესი ფილმი ვიდრე სხვები იმიტომ რომ სხვები არის რომ კუნთებიანი კაცი სხვებს ერევა და რაღაც და ეს არის ძალის მეტანარატივი არის ანუ ეს ყველაზე უფრო კუნთებიანი ვიღაც პირუტყვები დადიან იქ ესე და ის ერევა ვიდრე შვარცენეგერი ჭკუას არ გამოიყენებს და სწორედ სისუსტით აჯობებს და არა სიძლიერით და უცნაური არის მაგამაში და რობოტი პოლიციელი რობოკოპი იგი რომელიც ეხლა რო ნახო არის სიმბოლიზმით დატვირთული ფილმი სადაც ეს რობოკოპი არის რა სიკვდილიდან 3 დღეში აღდგება და რაღაც მომენტში წყალზე გაივლის და გადაარჩენს ამ კაპიტალიზმის კრიტიკა არის დეტროიტი რომელიც არის გადაქცეული ამ რაღაც ფულის მოხვეჭად და ეს რობოკოპი გადაარჩენს ისეთია რა ეგ მესმის მაგრამ აი შინაარსებს მიღმა აი ეს თვითონ ფაქტურა როგორცაა გადაღებული და გაკეთებული ეგ თუ ის იქნება მეთქი კრინჯობამდე თუ მივა აი ახალი თაობა კიდე უფრო ახალი თაობა აი იმას აღიქვავს საერთოდ ფილმად და ყურების ღირსად ჩათulis არა როგორც ისე რომ უბრალოდ რაღაც კოლექცია კონდეს და რაღაც ტრეშს უყუროს ახლა ის ხო ტრეშებია ახლა რაც შენ წინა ისინი დაახასიათე მაგის მერე შეიცვალა გადაღების ტექნიკა გაიგო 80 წლების ბოლო 90-იანების შუიდან აი სულ 5 წლის მერე გადაღებული ფილმი ეხა რო ნახო ჩვეულებრივად იყურება ანუ ჯერ ერთი ხა მატრიცა რამდენი ცოტა უფრო მერე არის მაგრამ 98-ია მაგრამ რო შეხედავ თანამედროვე ჩანს იურული პარკის პერიოდი ჯურასიკ პარკი ხო ვერ წარმომიდგენია რომ ეგ ის ბევრად უკეთესი ჩანს ვიდრე ახალი ჯურასიკ პარკები რომელიც CGI-ით არის გაკეთებული იმას ხელ მაშინ როცა ყბები აი ჩელუს წინ ცოტა აი ფაქტურაზე ეთყობა რომ ძველია და კიდევაც მომწონს ცოტა იმიტომ რომ მაშინ იყო ოფლიანი ხალხი იყო კინოში აი თუ პოლიციელები მოდიოდნენ იქ ცოტა რაც სიბინძურე რაღაცა ის ჩანდა და ამიტომ გითხოვდი რომ კი უნდა დავაბრუნოთ მახინჯი ისეთი სიტყვა მაგრამ ცოტა შეუხედავი კაცები რო იყვნენ ხოლმე მთავარი 70-იანი წლების ბოლოს ხო რაღაცა ჩვეულებრივი ტიპები ეხა ყველა ძალიან ლამა ბოლო იყო ტომ ჰენქსი ეგეთი ანუ მახინჯს არ ვამბობ ტომ ჰენქსზე ცხადია მაგრამ ჩვეულებრივი გარეგნობა აქ ტიპს და იყო სუპერვარსკვლავი რამდენს დაასახელებ ეხა ეგეც რომ ჯიმ კერი კლუნი იდეალურია კლუნი არის ანუ ლამაზი კაცი რას ლაპარაკო რა ჯორჯ კლუნი დამიწუნე კოსნერი ანუ ყველა ტიმოტი შალამე კი არ უნდა იყოს მაგრამ კოსნერის და ისინი ცოტა ისინი არიან სიმპათიურები არიან ზუსტად იმის მაგალითად მოვიყვანე ნიკო რო თქვა რომ აი ეგეთები არ უნდა იყვნენ არა რატო არ უნდა იყვნენ მოკლედ ეს რომ მოვამთავროთ MMA-ის ამბავი ძალიან ბოლომდე ვერ დავrčim იმიტომ რომ მე სადღაც უნდა ყოფილიყავი კიდე წინასწარი ის მქონდა შეთანხმებაში როგორი მიცუცხოვება და სულ შეხვედრებზე დაიწყო აი ვინ არის შურიანი ინფოსთან დაკავშირებით არა მაქვს მე ისე არა მე სოციალურ მედიაში აქტიური ერთ შეხვედრაზე რო ვერჩევ იმიტომ რომ მეორე ხარ გასაგები ხო მანამდე შევთანხმ ამბავი კუჩხი ბედინერი მქონდა და რაღაც შეხვედრა და რომელიც მანამდე ერთი თვითადრე შევთანხმეთ ამიტომ აქაც მინდოდა წასვლა რომ მე ნახარა იყო ღვინიაშვილის დაიმებზე ვეღარ დავრჩი მაგრამ წამოვედი დამუხტული დადებითი გრძნობები და იცი რა გამიკვირდა კიდე მე ხა ესე სტადიონებზე და იმაზე რაგბიზე და ფეხბურთზე ვარ ნამყოფი სადაც განწყობა არის ხოლმე სულ სხვანაირი მე თვითონაც ესეთი განწყობით მივდივარ რომ მიდი ჩაარტყი ფეხი მოკალი რაღაცებს ეძახი და აქ იყო საერთოდ არც აკადემიური არც გინება გამიგია არსად არც ჩაასხე ცოტა ისიც იყო რომ ყველა ესე ვიყავით რომ იქნება ერთმა ქართველმა წააგოს ანუ შენ არა ვინმე რომ ჩანდეს რომ რაღაცა სტუმარ მასპინძლობის ამბავში ხო მაგრამ ყველა სტუმარი გაიგო ძალიან ის იყო კარგი განწყობა მაქვს ეს კვირას ხდება
დიახ, შაბათს. კაი, ეს გავიგეს აქ თბილისში რკენის ამბავი და დანიაში რკენის ამბავზე რა აზრის ახლა. ხე, ანუ ხანდახან ეს DJ-ია ქორი და გამიგებს რომ ხანდახან ნელა გადაყავს, შემოყავს ესე მელოდია, შემოიყვანიან რიტმი და მე უცებ ვერც კი მიხვდი, როცა ახალ ტრეკზე ხარ გადასული, მაგრამ ხანდახან ნაჯახი წკაპ შემოყავს და მაგასაც ოსტატობა უნდა, რომ უცებ სად აღმოჩნდით სხვაგან ორივე შეგიძლია, ორივე შეგიძლია. ნახე, რა ხდება დანიაში? რატო დავიწყეთ დანიაზე ლაპარაკი, რომ იქ რაღაც საშინელებები ხდება და ჩვენ უნდა გამოვექომაგოთ? თუ შეხვდა ის სკროლვისას, სადმე სკროლვისას შეხვდა ყობახიძის გამონათქვამი? არა, თვითონ ის დარბევა. არა. ხო, ნუ არ იყო ეს იოლის ანახაობა, ხო. ხო, მაგრამ აი ვის და ახლა ჩვენს პოლიციას და ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა გაკვირვებოდა. ახლა ერთადერთი ნოვაცია, ანუ რაც არა გვაქვს გადმოღებული და არა გვაქვს დანერგილი ის არის, რომ დარბევის დროს რაღაცნაირად აქ ჩვენები ძაღლებს არ იყენებენ. და იქ ძაღლებს იყენებენ, იქ ის ხო არის ტრადიცია აქვს როგორც ჩანს, სამსახურებრივი ძაღლები და ნუ ესეც გამოიყენეს. ხო და ნუ არის ფლეთენ მე? არ ფლეთენ ალბათ სავარაუდოდ გაწვრთნილებიც არიან და რაღაცა და ეს არ ყოფილა როგორ გითხრა, იცი? ვინ იმას შლიდა, ვინ აკეთებდა ამ პოლიციურ ოპერაციას, ამათი გამოცნობა, ამოცნობა, მე გამოძიების დაწყება და რაღაცის გარკვევის თვალსაზრისით არც პრობლემა არ არის. არც ძაღლების და არც ძაღლის პატრონების. სახე არავის დაუმალავს და რამე რო იყოს სიტყვაზე, ვინმე რო იჩივლოს, ხო და იქ მიცემ მსვლელობა, რომ აი პოლიციამ გადაამეტა უფლებამოსილებას, იქ რა ვიცი, გაურკვეველი სახელი და გვარი არ დარჩება. ჩვენთან ვინ აკეთებდა ამას, დღემდე არ ვიცით, ხო? მაგრამ დანიაში რატომ მოხდა გასაგებია? ვინ დაარბიეს? არა, ხო. აღონიზება იყო. ის არის სატრანსპორტო კომპანიის წინ, რომელიც ამ იმის ისრაელის არმიას ამარაგებს შეერაღებით, ახალგაზრდული მწვანეთა მოძრაობა არის ესეთი, მისი აქტივისტები 20 თუ 50 კაცი. ხო, აი ძალიან ცნობილი დანიური გადამზიდავი კომპანიის შესასვლელი იმაში ბლოკირებას ახდენდა ამ შესასვლელს. დღეების განმავლობაში. გრეტა ტუნბერგიც იყო იქ მხარდასაჭერად და რაღაცა და მოკლედ ამ კომპანიის სრულფასოვან მუშაობას თუ ფუნქციობას რო არ შეშლოდა ხელი, ნუ გააკეთე გაწმინდეს ეს ისა. ხალე შეასხეს მანამდე? ნუ ის როგორ არის დანიურად მოქალაქენო? ხო. დაიშალე. ხო, citizen. ის რაც ვნახეთ, ხო, ნუ წუთამდე ვიდეო არის და რაღაც ტექსტუალური აღწერებიც არის, ხო. ნუ არ არის ეს კარგი და არ იტყვი რომ არა კარგია და რაღაცა, მაგრამ ეს როგორცაც ახლა ჩვენი ხელისუფლება იყენებს ამას, ძალიან გამახსენა ეს საბჭოთა დროინდელი პროპაგანდა, რომ აჩვენებდნენ ვრემია იყო ესეთი გადაცემა საინფორმაციო, რომელსაც მთელი კავშირით გადიოდა ეს ცენტრალური ტელევიზია, მაშინ არხებიც ხო არ იყო, სულ იყო თბილისის ცენტრალური, მოსკოვის ცენტრალური და მეორე არხი კიდე. ხო და აჩვენებდნენ და კიდე იყო международная панорама ესეთი ისა და რო ძირითადად იყო რა დღეში არიან დასავლეთში მშრომელები და ზოგადად ადამიანები და მთელი სერიოზულად მაშინ ახლა ბუნებრივი არის რომ ეს ჭუჭრუტანები ამ თავისუფლების მათ შორის ინფორმაციის დახშული იყო და ამას მთელი სერიოზულობით აღიქვამდი. მithumetos თუ ბავშვი იყავი და მთელი სერიოზულობით გვიფიქრია მე და ჩემს ძმას რომ აი რო უყურებ იქ რომ ცხენოსანი პოლიცია მოდის და მიტინგებს შლიან და წყალს ასხავენ და რაღაც ასეთ რაღაცას აქ ხო ვერ ხედავდით იმიტომ რომ მაგ აზრ მოკლედ რაც ხენ ტყვით მოკლავდნენ ალბათ და ხო გააქრობდნენ ისე რომ რამე არ გამოჩენილიყო ხო და რო უყურებდით ამ იმას როგორ ადღეში არიან ეს შრომელები და რაღაცის მიტინგეები და ეს ფიქრობთ რომ როგორ გაგვიმართლა რომ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ და ამ დროს აქ ხო ნუ რა ვიცი პროტესტის ანეკდოტებსაც თვითონ ის კგბ რო ავრცელებდა რომ ის სანამ რამეს იტყოდი რომ კგბ რომ გასაგები რო იყოს ხულიგნობს ვიღაც მოზარდი ტელეფონზე და რეკავს რომ ეს კგბ-ია და დააგდებს კგბ-ია დააგდებს და რო აიღებს ყურნილს და ზურგზე დაადებს ხელს კგბ-ია ხო აქ ესე იყო აქ რო გაიფიქრებდი რაღაცას არა სახელმწიფო არა სამთავრობოს არა პარტიის გენერალურ კურსს რო თანხმდებოდა მანამდე შეგიპყრობდნენ ისე ხო იცი ეგ ამბავი რომ არის ესე იგი ქვემოდან წამოსული ანეკდოტები რაც საბჭოთა ამ ტოტალიტარულ სისტემებში არის ხალხი რაზეც ცინის და არის რაზეც თვითონ სახელმწიფო იცინის აი რუსები თვითონ ამას
გოს სმეხს ეძახიან, ხო? და რაღაც ხელს უწყობენ თვითონ, რომ აი ამ ტიპის იუმორი იყოს და შინაარსებიც ესეთი იყოს. ორი ტიპის ის ქონდა, რომ KGB რასაც გაიფიქრები, იმას უკვე იცის და არ დარჩება ეს დაუსჯელი, ამ ტიპის ის რომ აი სანამ დარეკავ რო გეუბნება გაწყობთ იმადაც და მე რო ყველგან არიან და ძალიან ბევრნი არიან და ყველა KGB-შნიკია და აი იცი რა არის შენ მეგობართან თუ ხარ ან შენს ნათესავთან თუ ხარ ხო კაცმა არის აქ 2-3 კაცში ეს გამონათქვამიც იყო აი 2 ნახევარი ან მეტი უფრო და ესეთი ანეკდოტი იყო ეს ბალშოიში ამ დიდ თეატრში რაღაც ის ლებეძინა ოზერო თუ რაღაცა მიდის და უცბად ის მიკროფონი გამოაცხადებს რომ თუ უთარგმნი ხოლმე ლებეძინა ოზერო თქვი რა ვთქვი? ხო, ლებეძინა. ხო და ანუ ეგ მიდიოდა, მაგრამ ზოგმა არის ის რუსული და უთარგმნის ამბავში. ხო და მიკროფონში გამოაცხადებენ, იქ დინამიკებში გამოაცხადებენ, რომ ისა ყველა თანამშრომელი, KGB-ს ყველა თანამშრომელი სასწრაფოდ გამოვიდეს ფოიეში და ეს ადგება და თითქმის მთელი დარბაზი ადგება და გავა და უცბად ის მიკროფონში ისმის, რომ გასაგებად ვთქვი, რომ ყველა ოფიცერი გამოცხადდეს ფოიეში და გედს დააგდებს ის ბალერონი თუ ის მოცეკვავე კაცი და ისიც გავა. ეს იყო ზემოდან თვითონ წამოსული, რომ ეს მასიურად ყოფილიყო გავრცელებული აზრი, რომ დათრგუნული, რომ ერთი რომ ყველაფერს გაიგებენ, რასაც ფიქრობდა, რასაც აკეთებდა, მეორე კიდე რომ ყველგან არიან და ბევრნი არიან. ხო და აი ამ ტიპის პროპაგანდა შეუშვეს და დაიწყო რომ აი საით მიდის ევროკავშირი და საით მიდის და რა ემართება დანიას და თლათ ამ შექსპირის იმამდე პათეტიკამდე არ ავიდა რომ რაღაც დანიის სამეფოში მაგრამ აღარ ავიდა რაღაცა დალპა რაღაცა გაიხრწნა ნიკო და მე ჩავხედი აქ იცი ახლა ეს დანიის იმას მე უცებ სიმღერის იმას უცებ რაღაცა ცოტა დრეიკივით ხარ ხო და აი ჩავხედე იმას სტატისტიკურ მონაცემებს დანიას და საქართველოსაც და ნუ აგითხრა ესე იგი ჩვენ ჯობნი ვართ ხო ნუ ბევრად ესე იგი ფართობით არის ნახევარი ალბათ საქართველოს 40000 ჩვენ 72000 ვიყავი სანამ გაგვრეჩდნენ და 40000 კვადრატულ კილომეტრამდე ვართ ხო და მოსახლეობით 6 მილიონი არიან დემოგრაფიულადაც წარმოიდგინე თითქმის ორჯერ ისაა ჩვენთან თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეობას პერ კაპიტას რო ამბობენ ხო რაღაც $80000 არის და სოფლიოში არიან მეათე მე ის არის ადამიანური განვითარების რაღაც კოეფიციენტი ის არის 4 იმისგან შედგება სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხოვრების პირობები ისა განათლება და ეს აი წერა-კითხვის და რაღაც ეგეთი ბაზისური რაღაც 4 იმიდი მან საერთოდ 5 ეულში არიან და რაღაცა და ნუ მაინც ეს პროპაგანდა ისე წარმოაჩენს რომ აი რად გვინდა აი დანიად ადრე რო იმას ამბობდნენ არჩევნების წინ ისა ომი გინდა ნიკო დანია გინდა რამის ეს გინდა აი ეს გინდათ ხო და რა ვიცი მაინც მუშაობს იმიტომ რომ ხა მეგობარი მეუბნებოდა სანამ აქ შემოვიდოდი და ტაქსით ვიმგზავრეო და რაღაც ის ლაპარაკს რო გააბავს ის და უცბად კაცო რა ხდება ამ დანიაში მაინც მიდის რა როგორი ის არის ეს ეფექტიანობა ამ პროპაგანდის მაინც გაოცებასა ვარ იმიტომ რომ იმ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით ახლა ხო არ არის ეს რა ვიცი ეს დახშული ისა კამერაში ხო არა ვართ არა მილიონი წყარო არის სადაც შეგიძლია ნახო და ის კი გასაგებია რომ ეს ცუდი რაღაცა მოხდა მაგრამ ახლა ვერ გავიგე რა მარტო ეს ხდება ან ყოველდღე ხდება ხო შეგიძლია ნახო ხო აი ის იმდენად უცხო არის იმ გარემოსთვის ასეთი ბრუტალური დარბევა რომ აი შენც კი ლაპარაკობ ამაზე და რაღაცნაირად შენ როდესაც ძირითადად ამით მართავ და ამით ცხოვრობ ხო და ამაში აცხოვრებ იმას საზოგადოების დიდ ნაწილს ხო შენც კი მოგეცა სალაპარაკო დანია რო არ არსებობდეს ნიკო მხოლოდ ამის კოცნებისთვის იქნებოდა მისი არსებობა გამართლებული და მისი გამოგონება საჭირო ხა მითხარი შენც რა ელოდი დანიელებისგან უკეთეს არაფერს არ იცი რა ან ბაგატიებ тоже плачут იყო ეგეთი სერიალი და ჩვენ ვართ ღარიბები რომლებიც სხვა იქით უფრო მდიდრული ქვეყნების და უფრო მოწყობილი იმებს იმათაც აქვს თავიანთი პრობლემები სასტიკი დარბევა პარიზშიც მომხდარა უფრო მეტი ადამიანის შეტაკებებიც ყოფილა აგერ ამერიკაშიც იყო მოუკლავთ ვიღაცები
არავის არ აქვს 100%-ით დალხენილი ცხოვრება და არავის არ აქვს ბოლომდე ყველაფერი დალაგებული. უბრალოდ ჩვენი ეგ ლაპარაკი არის აი ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯანი რო რუსთ ხელმწიფეზე რაღაცებს ლაპარაკობენ ან თუ მაინდა-მაინც საბჭოთა მაგალითი გინდა 12 წკამში ხო შესაძლოა რო არიან თუ არა ზალატოი წილონაკი ოქროსკერპში არიან. როდესაც ამბობენ რომ იქ იმ პალიც ის მაგარია აქ კედან ვიღაც სხვა ლაპარაკები რომლებიც სხვაგან არიან საერთოდ ცხოვრების კომფორტის და რაღაცეების მხრივ უბრალოდ შედარება არ არის ასე რომ ხო არა თან როგორი რაღაცა არის იცი აი მე დანიაში თუ არ მოხდებოდა სადღაც შვედეთში მოხდებოდა შვედეთსაც აქვს პრობლემა იმიგრაციასთან დაკავშირებით ან ბელგიაში მოხდებოდა რამე სადღაცა ხდება ხოლმე მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ რაღაცნაირად შედარებადი ხარ თუ ისადა ქალაქს თავი დაანები ანუ როდესაც გერმანიაზე რაღაც ლაპარაკობენ ხოლმე ხელი დაადე გერმანელ გლეხს ანუ ფერმერი ქვია თუ რა ვიცი არა აქ მშრომლობა არა ქვია ტიპი რომელიც სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს და მე ქართველი დაუსუგერძე ან რუსიან რაღაც სომეხიან და იქნება ცადა დედამიწა ცხოვრების ხარისხით იმითი როგორ ინახავს ის თავს თვის ბოლოს ფული რამდენი რჩება და რამდენად აკანკალებს რომ წლის ბოლომდე მიაღწევს თუ არა და საჭმელი ექნება თუ არა კი ბატონო ან გინდაც ახლა ამ ევროკავშირში და გინდა ამ ევროკავშირის რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყანაში მოქალაქემ თუ იგრძნო თავი დაჩაგრულად ხო სად უფრო მეტი შანსი აქვს რომ მან ესე იგი სამართალს იქ სამართალმა პური ჭამოს ასე რომ ვთქვათ იქ თუ აქ ხო ეს მე ისა წეგან აზრი გამიწყდა ახაც მომხდარა ხო ეს ზალადობები და მე ფორმალურად აი აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და წლები გადის და მოძალადის ვინაობას ვერ ვიგებთ თუ თვითონ სისტემამ გადაწყვიტა რომ ვიღაცა უნდა დასაჯოს აი მხოლოდ ეს ვოლუნტარისტულად რომ აი მისინებით აი რაღაც კომბინაციით რაღაც ლოგიკით იმსჯელეს და ვიღაცა არის სისტემიდან დასაჯელი თვითონ გადაწყვეტენ და ისე რომ შენ ვერც გაიგებ და რატომ უნდა იყოს მოძალადე პოლიციების სასამართლო პროცესი დახურული და რატო არ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ვინ ზალადობდა და რატო ზალადობდა და მართლა ის ზალადობდა თუ არა ხო სხვები ვინც მეორე მხრიდან არიან დაპატიმრებულები მათი პროცესები გახსნილი არის ყველა ხედავს იქ პროპაგანდა მათ გასაშავებლად მუშაობს და 1000 რამე ხდება ხო აქ ხო ბევრად უფრო მაღალი არის იმის ალბათობა რომ ან საერთოდ არ გამოიძიონ ან გამოიძიონ ისე როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ ხო და იმის შედარება რომ აი რაღაც უბედურება ხდება და ესეთი ჩვენის არ გვინდა ხო ეს არის რა ვიცი აი პროპაგანდით ადამიანის გაბითურების აი ქრესტომატიული მაგალითი რომელსაც რაღაცნაირად ახლა შეიძლება პოლიტიკურად დაინტერესებული იყო რაღაც ან იმაში იყო წრებრუნვაში ჩაბმული და ინერციით მიყვებოდე მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაჩერდე და აი ან დაძაბო გონება ან რა ვიცი მხედველობა ან სმენა და გაერკვიო რომ ახლა მართლა ესე არის ახლა დანიაში უფრო უბედურად გრძნობს ადამიანი თავს დანიის მოქალაქე თუ საქართველოს მოქალაქე ან დანიასთან რომ ვიმეგობროთ რაღაცნაირად უფრო გაუბედურდებით ვიდრე ახლა ვართ ან რითია აქ უკეთესი ხო აი რა პენსია გვაქვს მეტი, ხელფასი გვაქვს მეტი, ჯანდაცვა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სამედიცინო მომსახურება, სოციალური დაცვა, რა ვიცი, კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება. იცი რა, რაღაცნაირად აბსურდი არის, რომ ამაზე ლაპარაკი გიწევს და ამის შედარებაც გიწევს, ხო? იმდენად ხელოვნური არის ეს პრობლემა, რომ აი ვერანაირად ვერ აგერევა ერთმანეთში ეს დანია თუ გლდანია რა მოკლედ ესე რომ ვთქვათ ხო არ არის ეს ერთმანეთთან შესაძლებელი ამბავი ხო და რაღაცნაირად ახლა იმის გამო რომ ხო ის 28 წელიც ახლოვდება ეს დათქმული რომ აი მე გავხსნით და 28 წლამდე ყველაფერს გავაკეთებ და ახალი იმით შეუვარდებით ევროკავშირს წელში და ინტეგრაცია მოხდება ხო რაღაცნაირად 28 წელი ახლოვდება და ეთყობა რაღაც არგუმენტებს არ მინდა რომ აი ახლა ესე შეთქმულებების თეორიებით ვილაპარაკოთ მაგრამ აი ხო ბოლოს რომ აი ეს ორაზროვნება რომ აღარ დარჩეს და პირდაპირ თქვა რომ რა გვინდა ამ საშინელებაში ეს გინდა რომ აი ძაღლებმა შეგჭამონ ქუჩაში ჟირაფები ვით დახკლა
ის მაინც არ მოვიწყდება ეს დანიის კოპენჰაგენის ზოოპარკმა რომ ჟირაფები დაკლა ხო და დაკლე ერთია და ბავშვებს რო დაუძახა რა ხომ და გაყურებდა ხო ანატომიის თუ რაღაც ზოოლოგიის გაკვეთილი ჩაუტარეს ანუ ეს არის მე ხო იცი არა ვარ განსაკუთრებულად ცხოველს ხელი არ მოკიდოთ ეგ ადამიანი მაგრამ ხო ცოტა ის იყო გაუგებარი იყო ხო და ნუ რა ვიცი მე მაინც ვფიქრობ რომ აი ირაკლი კაკაბაძის იმ ცნობილი ვირუსულად გავრცელებული ვიდეოსი არ იყოს მე მჯერა ადამიანის რომ აი ესეთი იმას ბულშიტი აი ესეთი მარტივი პროპაგანდა უნდა ყლაპო და ამაზე ილაპარაკო რომ აი რა ყოფილა ბიჭო დანია და თურმე დანია ხედავ რა ყოფილა ის ნილს ჰოლგერსენის თავგადასავალი დანიაში ხდება არა აი შვედური არა შვედურია ხო არა შეიძლება ნორვეგიულია და ახლა უყურებ მაგრამ იქაც აქვს კარგი ისა არა ხო და ისა რა თქინდა არ გვინდა ხო ანუ იკითხე და ეხა გამოვარო არასწორად გაგძელე ლაპარაკი დბატები როგორ არის ინგლისურად კის გასაძე ნილსის თავგადასავალი სად ხდება შვედურია კი სელმა ლაგერლოფი არის ხო როგორ არის შვედია სელმა ლაგერლოფი იყო პირველი ქალი ვინც მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურისთვის ხო და მოკლედ რა ესე მარტივად არ უნდა ისაუქნათ ის აუყვეთ პროპაგანდას და შეიძლება იყო რა ვიცი აი პოლიტიკურად ხარს უჭერდე მაგრამ ეს ბრმად ხო არ უნდა დაუჭირო რა რაღაცა უნდა გაატარო ფილტრში და მე მგონი ხო აი იგივე ამ სტატისტიკური მონაცემებითაც ხო აი ის რომ ვთქვი რომ ტერიტორიით ჩვენზე ნაკლები არიან და თან ეს დანია და ეს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები არ გამოირჩევიან მაინც და მაინც ესეთი მაღალი შობადობით და დემოგრაფიული აფეთქებებით და ჩვენზე 4ჯერ ისა 2ჯერ ნაკლები ტერიტორია აქვს და მოსახლეობა თითქმის 2ჯერ ნუ სულ ცოტა 1.5-ჯერ მეტი არის ხო და ჩვენ აქ დემოგრაფიული პრობლემები იმდენად მწვავე გვაქვს რომ რა ვიცი აი პოპულისტებიდან დაწყებული და მართალი ნამდვილი კონსერვატორებითაც დამთავრებული ყველა ცდილობს ამ დემოგრაფიული სურათის გამოსწორებას ჩვენ ახლა სულ ახლახანს ეს ამბიონიდანაც მოვისმინეთ რომ აი ნუ მოგვიწოდებს ახალი პატრიარქი ამ დემოგრაფიული პასუხისმგებლობისთვის ეს ვინმეს უთქვამს ნიკო დემოგრაფიული პასუხისმგებლობა რაღაც ახალ ტერმინებს ვიგონებ მე მახსოვს კაი 25 წლის წინ თუ რაც თარჯიმნად მუშაობდი მაშინ და ჟურნალისტების ტრენინგი იყო ქუთაისში კაი ხნის წინ იყო რა არ ვიცი 2000-იანების დასაწყისი იყო აუ ნიკო დაუბერდით 25 წლის წინ და ქუთაისში მაშინ სასტუმროებიც არ იყო ანუ რაც სახლში ჩებოდით ხოლმე და იქ ტრენინგები იყო ერთკვირიანი 10 დღიანი ბრიტანელი ის ყავდა ტრენერი და ერთ-ერთი შეხვედრა ჰქონდა ადგილზე ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციისთვის რომლებიც მოვიდნენ ძალიან სასიამოვნო ქალები იყვნენ და ამბობდნენ რომ აი ქართველი ქალის ვალი ახლა რა არის რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი გააჩინოს იმიტომ რომ დემოგრაფია მოკლედ სამშობლოს ჭირდება და წავიდნენ ეს იყო ანუ იქ არ დაუწყია ბრიტანელ ასაკში შესულ ტრენერს ლაპარაკი მაგრამ ნუ მე ვლაპარაკობთ რომ ეგეთი უფლებების დამცველები ჩვენთან რომ გამოსულიყვნენ რომ მაგის გამო შეიძლება გაეგლიჯათო სხვა დამცველებსო ძირითადად იმიტომ რომ ისინი უყურებენ ქალებს როგორც ბავშვის გამჩენ მანქანას და მეტი არაფერს ანუ ჩემი ვალი რატო არ არის მე ბავშვს ვაჩენ იმიტომ რომ ბავშვი მინდა რომ გავაჩინო სამშობლოსთვის თუ ვაჩენ ბავშვს ისე რომ ბავშვის გაჩენა არ გინდა რაღაც არ გამოდის მაგაში ისე სწორი ასევე ბავშვობაში ეს რამდენჯერმე მიხსენებია მაგრამ ძალიან ტრავმატულად ჩამრჩა პირველ ან მეორე კლასში იყო ლექსი არ ვიცი სახელმძღვანელოში იყო თუ ისე წავიკითხე მაგრამ ერთი შვილი ღობესჭხირი ორი შვილი ვითომშვილი სამი შვილი ერთი შვილი არაშვილი ორი შვილი ღობესჭხირი სამი შვილი ვითომშვილი ოთხი შვილი დინახუიშვილი და ხუთი შვილი აი ეგ ხო კაი შვილი და მე რო ფიქრობ რომ რა ვიცი ორნი ვარ სახში და უყარვარ პრობლემს და კიდე შენ უფროსი ხარ ხო არაშვილი მიხო ვითომშვილი და ნუ კიდე რომ სამნი ყოფილიყო მე იქნება ვიღოთ მართლაშვილი მეხუთე ვიღა ხო და რა როგორი რაღაცა არის იცი ანუ მოკლედ არ არის პონტი რომ ვინმე ბავშვს აჩენს სამშობლოსთვის ან არ ყო და თავისთვის აჩენს საბოლოო ჯამში შენი შვილი არის და სამშობლო იმ ბავშვს არ გაგიზარდ ის მეტიც როგორც ეხლა ვხედავთ თუ რა არ არსებობს დემოგრაფიული პასუხისმგებლობა ერისა და ისტორიის ირაკლი კობახიძის წინაშე თუ ვის წინაშე მაგ პასუხისმგებლობა ანუ პასუხისმგებლობა მაგ ჩემი გადასაწყვეტია იქ როგორმე რომ ბავშვს გავაჩენ თუ არ გავაჩენ
სახელმწიფოს გადასაწყვეტია რომ დამეხმაროს მე რაღაცნაირად კი, და ზუსტად. ხელი შემიწყოს ან არ შემიწყოს. ეხლა რასაც ხედავთ, არის რომ ეხლა იმ ავატყობ ბავშვებს ფული მივცეთ, ეგ შეიძლება ცოტას არ რისკო იყოს. რატო ეხლა 3 წლის მერე ჩაჯდება ეტლში თუ 6 წლის მერე რა განსხვავებაა, მაინც იქ უნდა ჩაჯდეს, ეს ფული უნდა გამოვიყენოთ ტაქსო პარკის შესავსებად მერიაში თუ რაღაც 10 იმდენი ბენზინში უნდა დავხარჯოთ. ოლიმპიადას მოიგებენ და იმათ უკვე ვისაც ფული აქვს, იმათ ფეხბურთელებს 30 მილიონი რო შეტენენ. თუ ის არის კიდე უცბად შეტენეს, რასაც ქვია. ხო, ანუ ეს ხო იცი ეს უნდა აიღო და იმათ რავი ჩემიც გვაქვს ვიღაცები არიან არ ჭირდებათ ეს. ჭირდებათ. Anyway და მეორე არის რომ იქნება შეღავათი მომცერო რაღაცა ზუსტად დანიას რო ეძრებიან ხოლმე ფასების ის რო გქონდა რომ იქ ევროპაში რა ღირს და როგორ და რამდენი უფრო იპოთეკა რა ღირს გერმანიაში და საქართველოში რა ღირს რა განსხვავებაა ანუ მე რამდენს ვიხდი და ისინი რამდენს იხდიან ანუ მე ვიხდი ეფექტური 14% კიდე მადლობელი ვარ მაგაზე ისინი იხდიან ეფექტური 4% და კიდე წუწუნებენ მაგაზე იმიტომ რომ ნაკლებით შეუძლია წარმოგიდგენია რამხელა განსხვავება არის რომელიც არის ძალიან დიდი განსხვავებაა იმიტომ რომ წლიური პროცენტია აი ხო და აი ესეთი ამბავი არის როდესაც მე შემოსავალი მაქვს არ გაცლი ხა იმისი რა პროცენტი მიმდის ბინის ფულის გადახდაზე და ვალებში როცა შემეძლო რომ დოვლათი შემექნა და ეკონომიკაში შემებრუნებინა და რაღაცაში და იმათ რამდენი მისდით არა თან ხო გეუბნები აქ რა ვიცი ეს ბოლო 2-3 წელი მაინც სახელმწიფო არის მოტივირებული და მოზიდული იმისკენ რომ ადამიანებს ცხოვრება ფულის შოვნა სამსახურის შოვნა გაურთულოს არა გინდა თუ არა ის უნდა იყოს ბოთლები უნდა ბერო აი ეგ არისო შენი საქმე ჩვენ გარშემო ვინც იყვნენ მედია ჟურნალისტი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტივისტი იურისტი რაღაცა აბსოლუტურად ყველაფერი ქნეს რომ ეს სამსახურები ან ბოლომდე აღარ არსებობდეს და ან მარტო ის იყოს რომ რაღაცა ქვიარი იყო და იდგე რომ რა კარგია რომ ჩემს უკან გეები დაარბიეს და ვითომ რაღაც არ შევიმჩნიოთ და ხო აი ძიმე სიტყვები რო არ გამოვიყავით აი დემოგრაფიაზე დემოგრაფიული მაჩვენებლების გამოსწორებაზე ლაპარაკი ცალმხრივად არის უპასუხისმგებლობა თუ ამას არ მოყვება სიტყვაზე რაღაც შეთავაზებები ხო რას უკეთებ მშობლებს რას უკეთებ იმას ახალ ადამიანებს და ასე შემდეგ არ არის მესამე შულზე 100 ვარია არ არის მრავალშვილიანად მე მგონი აი ეს კანონმდებლობითაც 4-დან იწყება და რაღაც ტიპის შეღავათები იყო მაგალითად იყო ბინას დაბალ პროცენტში გაძლევა არა ეგ არ მახსოვს ეგ რაღაც დროებით ისინი იყო აი სტაბილური რაც იყო უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება სწავლის საფასურის რაღაცის პატიება თუ რაღაცაზე მეტი გრანტი მაშინ როცა შვედეთში შეიძლება დანიაშიც იყო ბავშვს რო გააჩენს ტიპები მოდიან სახში მოაქვს დიდი ყუთი რომელიც ეს ყუთი შეგიძლია აკვნად გამოიყენო რაღაცა ისე იკეტება არის სავსე მინახავს ფოტოები ხარისხიანი იქ პამპერსი დევს წამალიდოს რაც შეიძლება დაგჭირდეს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მაგას გაძლევენ ხო ან ის არის რომ ეს სკანდინავია იყო მანდ მოწინავე და მე სხვა ქვეყნები მას გადაიღეს რომ იძულებით უნდა აიღოს დედამაც და მამამაც ამდენიღაცა თვე დეკრეტი ყველა ვარიანტში რომელიც თუ არა იმიტომ რომ საჭიროა რომ ბავშვთან დრო გაატარო აქ ჩვენთან გვაქვს და ნუ ამერიკელებსაც ეგრე აქვთ ხოლმე რომ აბა ეხა ერთი კვირის ბავშვი სახში ყავს და სამსახურში შეძახილი არის შეძახილი სადღე გრძელოები არის რომ ბაგიმარჯოს და ხელს არ შეგიწყობს არავინ რომ რამე გააკეთო ხო და ის რომ აი ეს შეძახილით და რაღაც ეს მორალურით და რაღაც აი ეს პატრიარქი რო ყოველ მეოთხეს ისა მე 4 შვილის მეოთხეს ნათლავდა ხო ამან იმუშავა რაღაც ეტაპამდე მაგრამ ახლა მხოლოდ ეს ასეთი ტიპის იმით რაღაც გამხნევებით არ ამგონია მეტი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ისა თან რაღაცნაირად აი აბორტების თემასაც შეეხნენ ხო და ისე წარმოჩინდა თითქოს ვინმე ამ აბორტის გაკეთებით ან ამ აბორტის გაკეთების უფლებით იყოს რაღაც ბედნიერი და ერთი სული კონდეს რომ ვინმე აბორტს იკეთებდეს ხო ესი არ არის რო ეუბნები ადამიანს აბორტი არ გაიკეთოს სიტყვაზე ხო ამას უნდა მოაყოლო არა ის რომ ჯოჯოხეთში მოხდები და რაღაც მარტო კაი ეგეც შეიძლება თუ შენი სწავლების ნაწილია და შენი იმის რაღაც რელიგიის ნაწილია მაგრამ სხვა რამეც ან პირობები იყოს ისეთი ან იქამდე არ მივიდეს ან სიტყვაზე თუ დაიტოვებს მერე რა გააკეთოს ეს მხოლოდ იმად რომ საშინელებას აკეთებ და შენ იწოდე და ის
ხო, ახლა ადამიანი რო იმას იზავს სიგრძე სიგანებებს, რა ელოდება, როგორ და შეიძლება შეეშინდეს და გადადგას ეს ნაბიჯი. შენ ეს ახლა ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთში მოხვედრით, ეს აუკრძალო და სიტყვაზე მთელი ცხოვრება იმ ბავშვსაც, იმ ადამიანსაც გაუბედურო და რაღაცა. ხო, არასწორი მიდგომა მგონია. ჩვენზე ცოტა უფროსი თაობა, ანუ აი საბჭოთა კავშირის ბოლოსკენ ყველა ამბობდა, რომ აბორტი იყო უსერიოზულესი პრობლემა, იმიტომ რომ ყველა უყურებდა აბორტს როგორც რა ქვია birth control დაბადების ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო რომ 5, 6, 7, 10 რაღაცა უამრავი ქონოდა გაკეთებული, არავისთვის არ არის კარგი, სულ რო ყველაფერს თავი დაანებო, ჯანმრთელობისთვის საშინელებაა და ერთ-ერთი პირველი რაც იყო რომ ანუ მოდი მაგას ვებრძოლოთ რაღაცნაირად და მაგ მხრივ თან ეგ სტატისტიკა არც აღირიცხებოდა მაინდა-მაინც, იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირის ბოლოს ზუსტად აი კანონი არა ისე იყო რა რომ ნახევარი ლევადი თავის დროზე იყო რაღაც ანკეტებში და ეწერათ და იყვნენ ესეთი ასაკიანი ხალხი რომელსაც 20 და რაღაც ეგეთები უყურებდნენ. დღემდე ძალიან სტიგმატიზირებულია ქალებისთვის ძალიან ხო აი როგორც სოდვათ და ხო არავინ საზოგადო გარშემო გაიქადრა ანუ ეხა ის არის ხა რელიგია როგორ უყურებს და რას ასწავლის აი ამის ესე რაღაცნაირად დემოგრაფიასთან ამის მიბმა თვითონ არასწორი არის აი ამ იმის ხო ეს არის რაღაცნაირად გამოუვალი ნაბიჯივით და აი ეს აბორტს არ გავიკეთებ ხო აქ სხვა ამბავი არის ის აბორტამდე არ უნდა მივიდეს საქმე არასასურველ შვილამდე ხო რა სიტყვაზე არა დემოგრაფია გაზარდე მათგანებელი არასასურველი შვილების ხარჯზე არ გამოვა ეგ არავისთვის კარგი არ არის ანუ ისედაც ხო იცი ხა შვილები ისაც ყავს ანუ აბსოლუტურად ყველას უფიქრია რაღაც მომენტში რომ ეს რა ქვეყანაში ანუ ხო იცი რომ ღელავ რომ სად იცხოვრებს და პასუხისგებლობას გრძნობ რომ რაღაცა სიცოცხლე მოიყვანე გარშემო სადაც შეიძლება ისე ბოლომდე ბედნიერი ვერ იყოს იმის გამო აი რაღაცები მე მგონი ქალებს მეტი აქვთ ხოლმე ასე შემდეგ მაგრამ არ სად მივდიოდი დავიწყე და ხო ესეთი ექსპერიმენტები რომ სიტყვაზე სახელმწიფომ შესთავაზა რომ ხო აი არა გაქვს ხო საშუალება არა გაქვს შენ არც ფიქრობ რომ ის ვერ გაზდი და არ გინდოდა და არ დაგიგეგმავს და რაღაცა მაგრამ სახელმწიფო მე გავზდი რა ესეთი ექსპერიმენტები რუმინეთი არის ჩაუშესკუს რუმინეთი არის ამაზე ისა რომ თუ დაგუგლავენ და მოძებნია ჩვენცა გვაქვს ამაზე გაკეთებული ეს რუმინული სამსახური ბოლო დრომდე გქონდა და იქ არის გაკეთებული მე რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ამ ბავშვთა სახლებში და როგორ ზრუნავდა სახელმწიფო და რა არ შემეშინდება ვიტყვი რა დანაშაული ჩაიდინა 10,000 ბავშვის და ადამიანის წინაშე ხო ესე არ ხდება ამას უნდა სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი შეთავაზებები, ხო, აკრძალო, ხო, რა ვიცი, ბევრს აუკრძალავს და უარესი შედეგი მოუტანია და აი ისა რაღაცნაირად შეიძლება ეს ახლა ის შეთქმულების თეორიებისადმი რაღაც ეს ჩვენი მოწყვლადობის ბრალია, მაგრამ რუსეთში 1 მარტიდან, ხო, ამოქმედა და ეს ისა შეიქმნა რეესტრი. ფეხმძიმე ქალების ისა საყოველთაო რეესტრი, სადაც ქალების ეს მთელი ეს რა ვიცი, ფერტილურობის ასაკის ბოლომდე მთელი მათი ეს ჩანაწერი კეთდება, ფეხმძიმობასაც აკონტროლებენ, ამ ჯანმრთელობასაც და ასე შემდეგ და ხო, იქ ახლა არც მალავენ და იქ ისა გუბერნატორებს კიდე და გუბერნიებს ცალკე ინიციატივები აქვთ, ცენტრალურ ხელისუფლებას ცალკე და ცდილობდნენ მაქსიმალურად ამ კატასტროფული დემოგრაფიული ამ სიტუაციის ამ დემოგრაფიული ორმოს გამოსწორებას. ეგ ომამდეც დაიწყეს, მე მგონი შენ ქონდა ნათარგმნი თუ მე ვთარგმნე, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკეთ იყო, რომ პიონერთა ბანაკი არ ქვია, მაგრამ რაც არის რა, ბანაკებში ხელს უწყობდნენ, რომ ეს რაღაცა 18-17 წლის გოგოები ბიჭები ერთად იყვნენ, მე რაღაც ეუბნებიან, რომ თბილი საცვალი ჩაიცვი თუ პირიქით არა რომ უფრო ეს განსაკუთრებით გამწვავდა 22 წლის მე. ხო, მაგრამ მანამდეც იყო თქო და მე ეუბნები რომ ალბათ თქვენიც ეხა ბავშვებს თუ გააჩენთ ფულს მოგცემთ ძალიან ბევრსაც არა მაგრამ ეს ახლა ეგეთი სტიმულირებები მაშინაც იყო მეთქი წაკითხული მაგ ანუ ჩვენ საიტზე ან მე მაგ ნათარგმნი ან შენ გაკ ნათარგმნი აბორტის თემას დავუმე მაგალითად პოლონეთში აკრძალულია ხო მესმის ეგეთი კეისი იყო ქართული ქალიც რო პოლონეთში არ არის და ფიზიკური ჯანმრთელობა სიცოცხლის საფრთხეში იყო, მაგრამ ვერ გაიკეთა აბორტი და მაგაზე პეტიციები დაიწერა და ხელსაწერები მოხალხეები და რაღაცა და მაგას სანამ ომი დაიწყებოდა ეგრეთ წოდეთ თუმე პოლონეთში იყო ტურები, აბორტ ტურს ეძახდნენ და გადაყავდათ
უკრაინაში, ასაკენ და იქ იკეთებდნენ ხანები აბორტს რა. ეხლა ვიცი რა. კი და მე იატაკქვეშა ისა კუსტარულად და აი იმ ულიცკაიას ის როა რომანი რო არის ის კაზუს კუკოცკის კაზუს იქ არის ამ აბორტების და ამ უცლის მოშლის აი საბჭოთა პერიოდში დანერგილი რაღაც ჯოჯო თმები ყალღზე დაგიდგება რო ნახო როგორ თხრიან და რაღაც ის აი არ მინდა ახლა ვიცი რა 1-2 ის მაგალითს მოყვანა მაგრამ აი არ მოგიბრუნდება ენა ისეთი ის არის ხო და რუსეთში ნიკო ხო ახლა დაიწყეს ახალისება ადრე შეიძლება ფარულად და მინიშნებებით ამიტა ახლა ხო მესმის ეწერა იქ რომ მოუწოდებდნენ თან შეიძლება მე არ ვთარგმნე შენ თარგმნე და არ ხო კი მაგრამ ის მე გამწავდა კი ბატონო იმიტომ რომ დაეხოცა ახლა ღიათ და ძალიან მაღალ დონეზე თვითონ პუტინმა ილაპარაკა რომ აიო ჩრდილოეთ კავკასიაში ვარ კანონით აკრძალული არის არასრულწლოვნების გათხოვება და რაღაც ეგეთი ისა ხო და ნუ კავკასიაში ხო არის 14 წლის და უფრო პატარა ასაკის და ცოტა მეტის და ესო გადმოსატანი არისო იმაზეო რა მთელს რუსეთზე გასავრცელებელი არის და რაღაცა ხო და რუსეთშიც ებძვიან ამ იმას დემოგრაფიული იბძვიან დემოგრაფიული ორმოდან ამოსვლამდე და ამ დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაზე ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციულად უხეშად მაგრამ თან ცდილობენ რომ რაღაცნაირად წაახალისონ ფინანსურად და იმად ახლა უყურე ცუდი გაგებით ცუდი იმით ხო შეიძლება გავუგო ისინი რას ჩალიჩობენ ესე იგი ჭირდებათ საზარბაზნე ხორცი იმიტომ რომ სულ უბედურებაში არიან და განსაკუთრებით 2022 წლის მერე აი საუკეთესო ასაკში მყოფი ადამიანები ეხოცებათ აი პროდუქციულობის თვალსაზრისით და ხო ყველანაირი გაგებით ხო ესეთი ადამიანები ეხოცებათ 10,000 100,000 შეიძლება ითქვას სჭირდება ამის შესავსებად ხო უკვე 5 წელი გავიდა 5 წელში და დარწმუნებულია 10 წელი გავა და მეტი გავა და სულ დაჭირდება ამ რუსეთის ამ ტიპის სახელმწიფოს ჯარისკაცი ჭირდება ეს საზარბაზნე ხორცი ჭირდება მუშახელი როგორ ასე ვთქვა ქარხანაში დაზგას და იაფი მუშახელი იდგეს დაზგასთან ტანკი გამოჩარხოს ის გააკეთოს ფოლადი ჩამოასხას და ასე შემდეგ იქ ჭირდება ეს აქ ახლა ნახე როგორი რაღაცა არის ჩვენთან ეს დემოგრაფიაზე ზრუნვა საჭიროების თვალსაზრისით აი რაღაც აი სუფრის თამადობის საჭიროების იქით არ მიდის ხო აქ ტიპი გამოდის ვისაც რეალური ძალაუფლება აქვს და გეუბნება არ მოგზონ საქონლო წადი ია ბილეთს გიყიდი იმას გიყიდი აქ ხალხი ზედმეტია რეალურად ხო აი რისთვის ჭირდება თქვა გასაგებია რომ არც ერთი რელიგიური ინსტიტუცია ხო არ იტყვის რომ აბორტი კარგია აბა როგორ ის არ იქნება ამის უფლების დამცველი და ის იტყვის რომ უნდა გამრავლდეთ და ეს ავქნათ და ის ავქნათ და ის მაგრამ აი გარდა იმისა რომ არ უნდა გადავშენდეთ შეიძლება მნიშვნელოვანი არგუმენტია და ალბათ არის რისთვის გჭირდება როგორც ძალაუფლების მქონე ადამიანს ეს ხალხი აი რა უნდა აკეთოს აი სრულიად აი თავს გზნობს ზედმეტად აქ ხო რა გეუბნება არც გიმალავს აი არის სწავლო არის საქნა თუ არ გინდა წადი საერთოდ ხო ბილეთს აგიღებ და წადი და რაღაცა თან მეორე მანდის არის რომ ხო არა მე ისიც ვილაპარაკოთ რომ აი ამ პრობლემის გადაჭრის რაღაცის იმაზე რა საფრთხეებს როგორ ხედავენ რომ სხვა გამრავლდება და გადაგვასწრებს ეს კიდე მეორე უბედურებაა ჯერ ერთი ის არის რომ რასაც აჩვენებს ხელისუფლება არის რომ ციგნების თაროში ბავშვი არ გამოსულა სწრაფად რომ რაღაცებს ამბობენ რომ ციხეში არ ჩაესვათ 3 დღე და რასად როდისი არ უთამაშია ჩემ ორგუნდელს ისე რომ 1-2 ჯერ ჩაესვათ ციხეში და მეორე საუკეთესო ბავშვებს ვამბობ ბოდიში მაგრამ ნუ რა კაცები და კარგი გამახსენეთ მე 4 ვარ ევროკავშირში ამ პატიმრების რაოდენობით მე იმაში ევროს სტუდენტები გამოყავთ ლექციებიდან და იქ მიყავთ რისიგულისთვის რომ ტროტუარზე იდგნენ ანუ ის კი არ არის ციგნის თაროში გამოსვლა და კაი სტუდენტობა ინდულგენცია როგორც ამბობენ მაგრამ ის ხო არის რომ ის გამოიჭერ ანუ რამე კი არ მოიპარა ან რაღაცა კი არ ქნა არამედ ტროტუარზე იდგა რაც არ უნდა თქვას რომ ტროტუარზე დგომისთვის არ დავიჭირეთო იქ მაგისთვის არიან დაჭერილები ტროტუარზე რო იდექი ვიღაცას შეუშალე ხელი რომ ის აი რომ დამინახა მე რომ ტროტუარზე ვიდექი აი ესეთი ლოგიკა არის იძულებული გახდა თავისი სულაგეზი შეეცვალა ყოველ შემთხვევაში არც ერთ შემთხვევაში არ არის ვიღაცა მსხვერპლი არავინ არ ჩივის რომ აქ გავლა მინდოდა და ამან ხელი შემიშალა ეგ არის ოკეი, ანუ ერთი ის არის რომ გაჩვენებს რამდენად გიფასებს, კი რომ ყველა წიგნის თაროში გამოვიდა ძალიან ჭკვიანიან გადასარევია, მაგრამ ნუ წიგნების სახელები მაინც იცის და ავტორების რომელიც მე არ გამიგია. მაგით არ მიყვარს წიგნების თარო.
რომ უყურებ ხოლმე კითხვას ვისმენ, ეს კანადელი ავტორი, რომელიც რაღაცა და ცდილობ გამოვიცნო და მე პასუხი იორამ ჯონსტონის და არ ვიცოდი არც კითხვა, არც პასუხი ბავშვებმა კიდე იციან, ერთმანეთს ასწრებენ რომ დააჭირო. ხო, რისთვის გვინდა ეს ხალხი? რისთვის გვინდა სიკეთ, რამდენად შესაძლებელია რომ ესე დაარეგულირო ერთ რასაც ყობახიძე ამბობდა მართალია, რომ ეკონომიკურ კეთილდღეობასთან როგორც წესი შობადობა არ არის უბრალოდ პირიქით კავშირშია. როგორც წესი ღარიბ ქვეყნებს მეტი ბავშვები უჩნდებათ ხოლმე და როცა ეკონომიკა ვითარდება, მერე ნაკლები ჩდება. აი სამწუხაროდ ეს არის ლიბერალური პროპაგანდის თუ რაღაც შედეგი, რაც აბსურდია, იმიტომ რომ ჩინეთში არ არის ლიბერალური პროპაგანდა, მაგრამ ჩინეთში იყო ეგეთი სტატისტიკა, რომ როდესაც უფრო მეტი სიღარიბე იყო, 80-იან წლებში მეტი ბავშვი ჩნდებოდა და როცა კეთილდღეობა აფრიკის ქვეყნებშიც არის ხოლმე, მაგრამ მოკლედ პირიქით მაჩვენებელია, როცა ერთი მთლიანი შიდა პროდუქტი მაღლა ადის, შობადობა დაბლა ჩამოდის და რაც ეგრე ხდება ხოლმე. რატო ხდება არ ვიცი. ერთ-ერთი მიზეზია, რომ როცა უფრო მეტი ფული გაქვს, შეგიძლია რომ მეტი დრო, მეტი სახსრები დაუთმო ამ ბავშვებს და ატყობ, რომ ვთქვათ 3-ს ვერ გაწვდები და 4-ს, მაგრამ 2-ს შეგიძლია, რომ რაღაცნაირად ნორმალური განათლება მიცე და ნორმალური ცხოვრება მიცე და კარგად იყვნენ. თუ არც ისე შეგიძლია, არც ისე მაინდა-მაინც შენც არ ახარ განათლება შეიძლება 10 ყავდეს და ერთსაც ისევე მიხედავ, როგორც 10 და რაღაც მომენტში თავის თავს მიხედავენ და მე რაღაცას იზამენ. ასე რომ ერთმანეთს გაზდიან. ერთმანეთს გაზრდიან. რომელიც ახლა კი არ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ზუსტად მეცნიერულად ეგრე არის, მაგრამ ძალიან შორსაც არა ვარ რა, ანუ ეგ მართლა არსებობს ეგ კავშირი, რომ არ არის მაინდა-მაინც ის, რომ კეთილდღეობა რო იზრდება, შობადობაც იზრდება, მაგრამ მეორე მხრივ ეგ არის აი ისეთი კანონზომიერება თავისით შვება ხოლმე, რომელსაც მაინდა-მაინც ვერაფერს ვერ უზამს. კი ბატონო. შეიძლება დაეხმარო ახალგაზრდა წყვილს, რომ ცოტა მეტი დრო მიცე, რომ დაისვენოს, ბავშვთან ერთად იყოს, დედასაც და მამასაც, ცნობადობა გაზარდო, რომ იმ ბავშვს მამაც ჭირდება და არ მარტო დედა არ უნდა უვლიდეს 6 თვის განმავლობაში და 1-2-ჯერ მამამაც გაასეირნოს, ხუმრობით ვამბობ 1-2-ჯერ არა. მეტჯერ იმაზე, რომ ორივე ხარ პასუხისმგებელი, თუ რაღაცა გიჭირს, მოდი ცოტა დაგეხმარები, ბინა თუ არა გაქვს, მოდი ამას ვისამ, მაგრამ იმის იქით რა სახელმწიფოს მე მგონია, რომ გირჩელი იქნება ადამიანი თუ კომუნისტი იქნება თუ რაღაცა, იმაზე შეთანხმდება, რომ იქიდან ყობახიძის წარმომადგენელი საწოლში არ უნდა შემოგივიდეს და გეუბნო ეხლა ისქენი კონცეფცია არ გააკეთო. არავის საქმე არ არის, არც ყობახიძის საქმე არ არის და არც არავის საქმე არ არის. ოჯახში ვინ როგორ გადაწყვეტს, ბავშვი როგორ გააჩინოს. როგორმე შეძლებს თვითონ ქართველი ოჯახის და სულ ყველაც, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე გადაწყვეტოს თვითონ რამდენი შვილი უნდა. და თუ სახელმწიფო გადაწყვეტს რომელი ჯერთი ყობახიძე რო წყვეტს იქიდან რომ 5 წლის მერე რამდენი ბავშვი გაჩნდება, სად იქნება თან 5 წლის მერე, ანუ მაგას ექნება გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ხო ხვდები რას ვამბობ, ანუ რაც გეგმავენ გრძელვადიანად თვითონ იციან 2 თვის მერე. ხო და არც მჯერა რომ მართლა უნდა თან პრობლემის გეუბნები, აი სუფრაზე რო როგორ იტყვის და გაუმრავლდეთ, გავიხაროთ, საჯიში ბიჭები და აი ამის საჭიროების გამოლაპარაკობენ, თორე ხო გეუბნები არანაირად არ იგრძნობა რომ ამათ ჭირდება საჯიში ბიჭებს თავყობა გაუერთიანებ და მე მეთქოს რომ არ გვიქნიაო და აი აგერ ისა დანიამ ქნა. ხო და აი ისა ამ ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებს შორის ვართ აი საუკეთესო 4-ეულში როგორ იტყვი. ხო, ამდენი ბრიტანია არ ყოლია ევროპის ქვეყნებში და თურქეთი არის აზერბაიჯანიც იქნება. უყურე, აზერბაიჯანი არც ისე შორსაა ჩვენგან, ამ მეც გამიკვირდა. ესე თურქეთი არის ისა 100,000 მოსახლეზე, ყოველ 100,000-ზე 458 პატიმარი ყავს. აზერბაიჯანს ყავს 271. ჩვენ ყავს 222. ხო და დანიას სადაც ღმერთმა დაგვიფაროს რომ იქ რამერაირად აქვს ქუდი შეგვიგდონ იქ და შესვლა მოგვიწიოს, ყავს 70 პატიმარი. ანუ სამჯერ ნაკლებია, ანუ სამჯერ უარესია ეს მონაცემები ჩვენთან. ხო და ახლა დარწმუნებული პირობები საშინელი პირობები. იქ ზოგჯერ საკაბელოს არ იჭერს და შეიძლება უნდა ხოვნა დაგჭირდეს რომ ერთი დღეს არა ციხეში რომ ზიხარ ხანახან Xbox-ი კი არ მოაქვს, ანუ PlayStation-ი უნდა გქონდეს, თორე არც არაფერი და წარმოგიდგენია ადამიანის უფლებების შელახვარო, შეიძლება ბოლო მოდელი კი არ იყოს ის PlayStation-ი, დათო წარმოგიდგენია რა საშინელებაა, რომ წინა მოდელი მოგიტანონ და მოგიწევს მე რომ ძველი Tomb Raider-ი ითამაშოთ და ახალი არ გექნება. ხვდები, ანუ რა საშინელ ადგილას ცხოვრობენ ეგენი? ისინი ეგ კანონზომიერება თუ არსებობს, რაც უფრო ღარიბია, მით უფრო ქვეყანა, რაც უფრო ღარიბია, მით უფრო მაღალი აქვს ეს დემოგრაფიული მაჩვენებლები, შეიძლება გამართლებული იყოს დროებით ასე მართვა ქვეყნის.
რომ გაგვაღარიბონ და უფრო ხო და ის აუცილებლად მინდა ვთქვათ რომ ის რომ ესე იგი სხვები გამრავლდებიან და დაგჩაგრავენ და ის გადაკლაპავენ ხო ეს არასწორი მიდგომაა აი არასწორი კი არა ქვეყნისთვის არის დამღუპელი აი ბოლო 20-30 წლის განმავლობაში რაღაცნაირად მოხერხდა ეს აი სამოქალაქო ნაციონალიზმის ჩამოყალიბება რომ საქართველოს მოქალაქე ყველა თანასწორია, ყველა თანაბარ უფლებიანი არის და ყველა საქართველოს პატრიოტი არის. მიუხედავად იმისა, ეთნიკური წარმომავლობა როგორი აქვს და რა კონფესიას წარმოადგენს და ახლა ისევ ხელოვნურად აქ ბზარების შემოტანა და იმის ზომვა სიტყვაზე ქვემოქართში როგორი არის ესეთი შობადობის მაჩვენებელი სამცხე ჯავახეთში და სხვაგან და ამათ შეგაჯიბრება არის ძალიან ცუდი. ეს არის რაღაცნაირად შოვინიზმის ნიშნებს ატარებს და ის რომ ჩვენ ძალიან გული გვეტკინა და დღემდე ახსოვთ ხო აი სახაროვს რო ახსენებ და სახაროვმა მცირე იმპერია უწევდა საქართველოს ახლა ნუ გაამართლებ ამ იმას ხო როცა იქ არის ახლა პარლამენტში არის წაწერილი საქართველოს ქრისტიანული ქვეყანა რომელიც ერთი შეხედვით ვართ რა თქმა უნდა 10% ყავს მუსლიმი მოსახლეობის ანუ იმას ეუბნები რომ ქართველი არა ხარ თუ რა ხდება მით უმეტეს როცა თქვა პატრიარქის გასვენები რომ მუსლიმი ქართველიც ისე მოდის და ისევე ცრემლი მოდის და ისევე ამბობს რომ ჩვენც ქართველები ვარ და შეიძლება თქვა რელიგიურად სხვანაირი ვიყოთ, მაგრამ კულტურულად ერთნი ვარ და ესეც ჩვენთვის მნიშვნელოვანია კულტურულად კათოლიკეებიც იყვნენ იქ და სხვაებიც, ანუ არა მარტო მართლმადიდებლები, ხო? ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა გადადეს აი მაგის გამო. ხო, რო ბატონ, ანუ ჩვენი მხედანაც აქედანაც არის რომ თქვა იქ რო რაღაცა მუსლიმური ის არის ქრისტიანების ჩვენი სასულიერო პირებიც ულოცავენ ხოლმე და საერო პირებიც ულოცავენ ხოლმე. და რაც ეგრე უნდა იყოს, იმიტომ რომ ქართველები ვართ, ხაზგასმა რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა, ესე რო აწერ მარტო ქრისტიანული გამოდის რო არის და არა ის რომ კიდევ ერთხელ ცოტა არ არის 10% ყავს მუსლიმია, ბევრი ყოველი მეათე. რა ჩვენი მოქალაქე და მე თუ ძალით შეუჩიჩხინებ და გაუჩენ განცდას რომ იცი რა შენ ის არ ახარ შენ სინამდვილეში სხვა ხარ და მე თუ გაუჩნდებათ მე ესეთი გაკურებული პიკაჩუს სახით იქნებიან რომ ვაიმე რატო და თუ ქართული არასწავლე უთხარ რომ ქართველი არ ახარ რაღაცა ცუდად მოიხსენიე მე შეგექნება პრობლემა ისე ამ იმის რწმენის და ეროვნულობის ერთმანეთზე მიმაც თვითონ ამ რელიგიური თვალსაზრისით ცოტა ესეთი უხერხული ამბავია მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით თავს ისუსტებ ვიღაცამ გარედან მტერმა ამის გაღვივება რო დაიწყოს ხო აი ქმნინ ძალიან ნოყიერ ნიადაგს ხო და შენ ყველაფერს უნდა აკეთებ და იმათ ეუბნებოდე რომ ერთი ვართ, ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი სამშობლო გვაქვს, მიზნები ერთი გვაქვს, რომ აი ამ ჩვენს ქვეყანაში ყველამ ვიცხოვროთ ბედნიერად, კეთილდღეობით და თანაბარი უფლებები გქონდეს ამ ჩვენი რეალიზაციის. იმის მაგივრად რაღაც ხელოვნურად დაყოფები დაიწყო. ხო გეუბნები, არანაირად და მათ შორის აი რა ვიცი, სახელმწიფოებრივათაც არ არის გამართლებული. არა, თან ისედაც ადამიანურადაც არასწორად ვინ იზამდა ეგრე ჭკუად ყოფილი რომ ჩახვიდე თქვათ არის ხულოში ახვიდე უფრო სწორად ან რაღაც მაჭახლის ხეობაში და ხოლად ქრისტიანი რო დავწვი ვიღაცები შეგხედავენ რომ რავი მუსლიმი ვარ მაგრამ ქართველი ვარ რა გინდა ეხლა რატო ვართ ხო ძმები ვართ დები ვართ გინდა რომ გადავიდე იმაზე თუ კიდე ალუჩაში რა მიეცი შენი ალუჩა ხო არა ალუჩა მომცეს მე ოკეი ეს დიდი ის არის განზია როგორც ვიცი ხო არა საფრთხელი არაფერი ერთი ის რომ საფრთხელი შენ არ დაგელევა მაგრამ არ დამელევა რა საფრთხელია მაგრამ აი ეს ცოტა ისევ არ არის ეს ჩვენი პარანოია და მართლა ბევრ რაღაცაში ბაძავთ უკვე რუსეთს რომ იწყება ამ სოციალური ქსელების სისტემური მონიტორინგი დაგვიანონსეს ხო არა თუ დროც გაგვიქცა არ ვიცი მე ვერ ვაკონტროლებ ხო და ნუ ესეც ძალიან ეგეთი ამბავი არის ხო იქ აქვთ ესეთი როსკომნადზორი ესეთი სადაც ნუ აი თავს იყრის დამსმენების, ინფორმატორების ინფორმაცია და თვითონაც ის არის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ამბავში და ძირითადად მათი საქმიანობაც ეს არის რომ ვიღაცამ რამე რა დაწერა და ექსტრემიზმის მუხლს იყენებენ იქ ეფექტურად. აქ ჩვენთან ჯერ არ ამბობენ, აქ ჩვენთან მაინც ეს ისა hate speech და ეს ზიზღის ენა და რაღაცა და იქ პირდაპირ
გაიმარტივეს საქმე და ნებისმიერ ამბავზე შეიძლება ექსტრემისტობა მოგაკერონ და აქაც ახლა ეს ადმინისტრაციული წესით იქნება. თან ყველაზე მაზალო ის არის რომ რაღაცაზე რომ ვიკამათოთ და მე რაღაც უშნუები დაგიწერო და შენც უშნუები მითხრა და დავივიწყოთ ჩვენ ეს ამბავი, იქ შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს თეორიულად. და იქ აღძრას ამაზე საქმე და მოკლევად ჩაატაროს. ანუ შენ თავს არ გძნობდე. არჩეულ ახლა ამბობს რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქვს. შეიძლება ეს პარალელი მოიტანოს რომ მე რო ვიღაცას დავჭრი ან მოვკლავ ან რაღაცა ხო სხვა არ დაელოდება იმას ვინმე საჩივრის მოტანა სახელმწიფოს თვითონ ექნება რეაგირება ხო მაგრამ როგორი რაღაცა არის გამოხატვის თავისუფლებაში აი ესე ჩარევა რომ სუფიქრობდე რომ იქ ვიღაცა ზის და მე აქ რაღაცას რო ვწერ ხო აბა რა არის ეს ახლა ცენზურა სხვა რა არის რო გავამარტივოთ ცენზურას რაში მე რო რაღაცას ვწერ ვფიქრობ იქ უფროსი ძმა რას იმაშვება როგორ აღიქვავს ამას რამე ხო არ შემეიშალა და გამოხატ ღეჭავდი და მიკროფონი მოვსანი რომ მე ხო არ ყოფილა მე ხო არ მითქვა ესე მე ვიდეო ერთხელ ექენი ნაგაზებში ხო და თან ძალიან მაზალო ამბავია ის რომ აი ეს რატო შევჭამეს რა ხდება რომ ისა რაღაც სტახანოურად ანიჭებდნენ წოდებებს ამ მამუკა მდინარაძეს და რა ვიცი ამ იმას ჩემი სტატუსების და შენი სტატუსების კითხოს გენერლობა რა სჭირდებოდა მაგისტვის გამოძერწეს ფიგურა ნაპოლეონის მარშლებს ოჟერო და ადმინისა მარშალი ნეი და რავი და უცბად გამოვიდა აქ ისა ქორირას აცკაპუნებს იქა და ვიღაცას რაღაც უშნოთ ეხუმრება იმას კლინგე თუ წოდეს კაგრესკური იქნება ხო რა ვიცი ხო აქამდეც მოვედით რა მართლა შენ დიდად Facebook-ში არ აქტიურობ შენ დიდად ეგ არ მაგრამ რა ვიცი აბა იქნება მომინდეს ვინმე შეგინება და ამ დროს აღარ შემეძლება ხო არ ვიცი იცი რა არის მე მესმის რომ ჯერ ერთი ეგრი არ არის საქმე რამ შეაწუხათ ხო აქედან დავიწყოთ აქამდე არ იყო ეს ზიზღისენა პრობლემა აქამდე არ იყო თან როგორი ზიზღისენა რომელიც ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ ძალადობაში გადადიოდა ან პოტენციალი ქონდა ფიზიკურ ძალადობაში გადასვლის. როდესაც ვიღაც ტიპები მოვლენ და ჩემს კარზე რაღაცას დაწერენ უხამსობას, ხო? მე ვერ ვგრძნობ, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, რომ კარგი მითხრა, ხო, ეს რაღაც დამიძახა და უნდა გავატარო. ეგ არ არის. იცის ჩემი მისამართი, მოვიდა ჩემი კარი ნახა, ჩემს კედელზე დაწერა რაღაც. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო თავის დროზე, ხო, გაატარეს. და ახლა ეს ტიპები იმაშვებიან, ისეთი მგრძნობიარენი გახდნენ, რომ ვიღაცამ რაღაც რომ ის გენიტალიების სახელი დაუძახოს, ეს განა მოსაწონია და ამის გამო შეიძლება 2-3 დღით ან 1 კვირით ვიღაცა ჩააყუდონ, ხო? ეს არის რაღაცნაირად საპასუხო რეაქცია, თავისი საქმე გააკეთეს და ახლა რაღაც დისკომფორტს უქმნის, რომ ვიღაცა თამამად აი იმ წყენის იმას გაგრძელების სახით შეიძლება არ მოიხსენიო ყველაზე კარგი სიტყვა. მაგალითი რომ მსგავსი რამე შეიძლება გერმანიაში ხდებოდეს და რაც მაგალითები მოყავთ, როდესაც შეიძლება ზოგი საზრით სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა. მაგარი არის ნიკო არა, რაც გინდა მოგწოს ის რო გადმოგაქვს და რაც არ მოგწოს. არა, მაინც არ გადმოაქვთ, იმიტომ რომ თქვა იქაც შეეზღუდათ უფრო ულტრამემარჯვენეებზე არის ხოლმე ლაპარაკი ინგლისშიც და თუმცა ზოგჯერ საკამათო არამდენად ულტრა ან მემარჯვენე იყო ეს. ჩვენ შემთხვევაში ვინმე ოდესმე შეუწუხებიათ აქეთ ამ ხარის გინებისთვის, ანუ ხო ცალსახარი რო ეს არის ცალმხარეს მიმართული მათრახი და არა ორივე მხარეს. იმიტომ რომ არერთი ადამიანი უკვე დაუჯარიმებიათ, სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა წაუყენებიათ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებით, სულ ყველა აბსოლუტურად. აი გიგან მაქარაშვილი ეგეთი რაღაცისთვის იყავდა დაჭერილი. ის არ დაუჭერიათ ხო ეგეთი რაღაცებისთვის. ყაველაშვილი. ხო, არა, აი აბსურდია. ესე იგი პოლიტიკური ძალა რომლის ესეთი ვთქვათ ფორმალურად მაინც ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იმით არის გინებით არის ძირითადად ცნობილი, რო ჩაწერო Google-ში ამოგიხრის გინებებს და ის არ არის გამონაკლისი თან, ხო? უამრავი ესეთი ყავთ. ხო და ეს ძალა რო იღებს გადაწყვეტილებას ის არა მოქალაქეების საუკეთესო იმით მიზანშეწონილობით მოქმედებს, ხო? არამედ რაღაცნაირად ფიქრობს, რომ თავს დაიცავს.
მე ვარ ესეთი, მე შემიძლია ვიღაცებს დაუძახო, მაგრამ როდესაც იქით ამ ხარე იწყებს მოქმედებას, ხო გეუბნებით თან ერთმანეთისგან გასამიჯნი არის ვერბალური ძალადობა დავარქვათ და ვერბალური ძალადობა მუქარის ამ ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდის პოტენციალით, ხო? ახლა ერთი არის რომ რაღაც დისკუსიაში ისეთ რაღაცას მიწოდებ რომ არ მომწონს და მეც გიწოდებ რაღაცას არ მომწონს, მაგრამ მეორე არის როდესაც რაღაცა აი ზღვარზე ვართ რომ თავს გამიხეთქავ და რაღაცას და ძირითადად ასეთი ვერბალური ძალადობით იყვნენ გამორჩეულები. მით უმეტეს რომ არის ეგეთი ტერმინი თმენის ვალდებულება, სადაც იგულისხმება რომ თუ ადამიანი ხელისუფლებას წარმოადგენს, ან თვითონ ამბობს რომ წარმოადგენს, იმის და მიუხედავად მეორე მხარე ცნობს თუ არა, იმას მეტი თმენის ვალდებულება აქვს, იმიტომ რომ სულ ლოგიკურად რომ მიყვე, იმას შენზე მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე შენ მასზე გაქვს. ამიტომ რაღაცნაირად მოსული პონტია სწორად მიიჩნევს. სულ ყველა რომ თქვა ქალაქის მერი იქნება თუ ვიღაც იქნება, უფრო შენ შეგიძლია აგინო, ვიდრე იმან გაგინოს. იმიტომ რომ აქ გზა ვინ დააგო, ოხმე ამისი, უფრო გასაგებია, ვიდრე აქსად დადიხარ ხო, გასაგებია. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს არის კარტა ბლანში და ყველა შეუძლია ყველაფერი იქნას და საზღვრები არ არსებობს და რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ უბრალოდ აი ყველგან არის მიღებული რამდენადაც მე მესმის, რომ ეს საზღვრები არის ცოტა უფრო აქეთ გადმოწეული იმ შემთხვევაში, როდესაც არის საჯარო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს კიდევ ერთხელ მეტი თმენის ვალდებულება, იმიტომ რომ შეიძლება შევიდეთ თქვა, რომ აქ ეს კარი ვინ დაკიდა, რატო გააკეთა, ეს კანონი რატო მიიღეთ, ეს რატო შემაღებინე და რავი, იგულისხმება რომ უნდა გქონდეს ადამიანს საშუალება, რომ უწმაწური სიტყვებით მოიხსენიო ადამიანი, რომელმაც რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ მოგწონს. იმის და მიუხედავად რომ შეიძლება გადაწყვეტილება იყო გადასარევი. კი. ხო და იმის ახსნა რომ ეს კეთდება რაღაც საზოგადოებრივი სიკეთისთვის. განაცუდია რომ ეს ადამიანები ესეთი აკადემიური ენით საუბრობდნენ, მაგრამ ეს ამის გამო არ კეთდება, ხო? ვიცით. კი. ხო, ვარ ველოდებოდი, როდის მეტყოდი რომ არ გამოვიდეს, რომ რაღაცა ნეხვატკაში დაგტოვე, ასე ვთქვათ. წინაზე რა გქონდა? აღსაღდრებიდან ველოსიპედების გამტაცება. იმ კაც ველოსიპედი რო დაუბრუნდეს, არ უნდა ვთქვათ, იაპონელ კაცს. კი ბატონო. მოკლედ წინაზე ღელავდით, რომ იაპონელი ძმა იყო, რომელიც რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ნამყოფი და ქობულეთში მოპარეს ველოსიპედი. დაბაბიტო თუ როგორ თქვი ახლა? ველოსიპედი. ანუ მე მგონი ტოთიო თქვი, მაგრამ ვიტყოდი არა უშავს და მე ამოშთა რომ უპოვნეს. ასე რომ მე მეგონა რომ იპოვნებდნენ. გელა ჩარკვიანის კრიტერიუმი ნაგერალაში უწერია ესეთი, რომ რო ვაკვირდებოდიო ადამიანს არ რო შევდიოდიო ურთიერთობაში და თუ ახსენებდაო, რამოდენიმე ისა მქონდაო, ტესტის სიტყვებიო თუ ახსენებდაო. სიფილისტი, შიკოლადი, ველოსიპედი აღარ შევდიოდი კაბინეტში. რამდენად ხშირად ქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც სიფილისზე უწყებდნენ ლაპარაკს? ნუ იმ თაობაში გავრცელებული იყო. კი ბატონო. კაი, გიორგი ბიჭიკაშვილი წერს, ზედმეტად ბევრი პოლიტიკა შემოიტანეთ, თან არც თუ ისე საინტერესო თემებით, უფრო მეტ საკითხებზე ბაზარს ვისურვებდი სხვა სფეროებიდან. ანუ სიყვარულით არის მოწერილი. კი ბატონო, მაგრამ რა უკანა ჩვენში შემოვიდა პოლიტიკა, თორე ერთი სული მაქვს არ ვილაპარაკო მაგაზე და პოლიტიკა შემოუტრევას ლამობდა იმ. მუსიკაზე და კულტურის სიახლეებზე იცით სადაც უნდა გადახვიდეთ. გოდ, მე ზმუკში ლაპარაკობენ ხოლმე მაგაზე ვიცოდით რომ ეგ ის იყო. ჭედელი წერს, ვიცი ხო, ვიცი, მადლობა, აღარ დავით. გავიფრანჭე ცოტა ყველაფერი კანიეს შესახებ. რამდენი აქვს ნახო ნიკო? კანი თიატა უკეთეს ველოდი, ანუ უფრო მეგონა რომ მეტად წაიღებდა, მაგრამ არჩივი რა, ანუ 10-ზე საშუალოდ ვარ ხოლმე. ფანტასტიკა. კიდევ ერთხელ უბრუნდებით ამერიკაში ბენზინგასამართის საკითხს, იმიტომ რომ არის ზოგან შენი თასხამ, ზოგან შენ გისხამენ. ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე უწეს მჭედელი თვითმომსახურეება და საწვავიც 20-25 თეთრით იაფიაო. ანა ქებურიას მოეწონა გაჭრილი ლიმონი თეფშზე, რომელიც ახლა მივუთით აქიდო, წინა კვირას. ახლა ალუჩა არის. და ამელია ელიამ ქორიმ გაიხაროს ინფარქტის გაწევისთვის გული დამეღალაო. თითქოს ეხანდელ ვიდეოს უყურებდა. ლუკა ბრაზი 79 წელს ჯიმის პოდკასტი რა ქონდეს, არც ერთ ეპიზოდს არ გამოტოვებდა. აი მე დავიღალეთ მაგის თხოვნით დაყვეს. აზრია აქვს, მაინც არ გააკეთებს. ჯო ყველაფერს თავისი დროა. იგივე პასუხებითაც დავიღალე. კლუბში ვარ. ჯოშუამ კლაცონ წეს ნიკო რევს ლაპარაკობ ხალხით ციხეშეზის მარტო იმიტომ რომ კონსტიტუცია დაიცვეს და რა გამონათებები ვერ ხვდები ყოველდღე მეზიზღება ჩემი თავი რომ ვერაფერს ვაკეთებ ამის გამოსასწორებლათო.
ანუ არ ვიცი რაზე არის პასუხი, მაგრამ ხო ხალხი ზის ციხეში, იმიტომ რომ კონსტიტუცია დაისვეს, ფოტოში გეთანხმები და ხანდახან მართლაც და განიცდი ადამიანი რომ ვერაფერს აკეთებ და არასაკმარისი გაგიკეთებია. ასე იგი გოგელი აქ წერს რომ $200,000 კომპენსაცია ახსენდა 20,000-ია მგონია. არ არის 20,000, ახლა უნახე. 200,000 ძალიან ბევრი მეჩვენება. არა, გითხრა, აი ჯამში, კაცო ხო არის ახლა ხის ხელოვნური ინტელექტი ChatGPT რა ვიცი და ხო 12-დან 15 მილიონ რუბლამდე არის ჯამურად. 12-დან 15 ეს არის რაღაც 100 აღანგარიშებული 200,000 ბევრი მეჩვენება ყველა. 200,000-მდე არის, $200,000-მდე, 170,000 თუ 100 რაღაც ეგეთი დოლარია და ისა არ ვიცი ახლა აქ ის სუდია და ის კომპენსაციები ასევე არის უკრაინაშიც არის და იქ თითქმის 1.5-2 მეტი არის კიდე. ხო და ეს კომპენსაციები ზოგადად, რა ვიცი, ეს აქ რუსეთში მიიღო ამან, იმიტომ რომ ეს უსამართლო დამყრობითი ომი არის და ეს თორე წინაზე ვლაპარაკობდით საპატრიარქის არჩევნებზე და ეს ვახსენეთ რომ რაღაც ესეთი ნამდვილი არჩევნების შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. ოტო 59 წელს თქვენს გულწრფელობაში ეჭვი რომ წავსახავ კომენტარს. თქვენს გულწრფელობაში ეჭვი რომ მეპარებოდეს არც გიყურებდით, ამიტომ მგონია რომ აიდეალიზებთ პატრიარქის არჩევნების სიტუაციასო და ნანანა ზუმბულიძეც სერიოზულად ვერ აღვიქვამ მოსაზრებას დემოკრატია გადარჩა და გამჭვირვალე არჩევნები. ალბათ ხუმრობითო კიდე იყო რამდენიმე კომენტარი, მაგრამ ეს იყო გამოსახავდა ხო, ახლა ბოლომდე სერიოზულიც არ არის, მაგრამ თან ის არის რა, რასთან ვადარებთ, ხო? ფარდობითია ყველა. ტიკოდიანა წერს წყნარად და მშვიდად ტარდება იქ არჩევნები, სადაც ყველა მიცის ვინ გაიმარჯვებს, მაგალითად ჩრდილო კორეაში, ამიტომ კონკურენტულობას ნუ დააბრალეთ მაინც და მაინც. მეც ახლა შიდა იმეებს არ ვიცნობ, ანუ ვინც იცოდა იმისას კითხულობდი ნათეუსისას ძირითადად, რომელიც პირველივე დღეებიდან წერდა, რომ არ არის ეგრე რომ გადაწყვეტილია და რომელსაც ახლა რავი, როგორც ჩანს იცის ხოლმე რაზე ლაპარაკობს, გამართული ქართულით და რაღაცა მსჯელობით და მივყვებით რომ იდეალური არისო და ის ისაიას რომ მიეღო მონაწილეობა, ალბათ სხვა შედეგი იქნებოდა, მაგრამ ის ახლა რასაც ვადარებთ, ხო, იმასთან შედარებით რომ ფაქტობრივად ახლა რა ვიცი, აბა ხო, ჩვენზე მოახდინა შთაბეჭდილება, რა ვიცი, არ ქუჩაში გააჩერო ხალხი და აქ ახლა არჩევნების გჯერა, რაღაცა აღარავის ჯერა. და შემდეგი 51-20 ან დაახლოებით ხვდები რაზე ალაპარაკი მონობარაშუაშენ მე თქვი რომ ამერიკულის მონა არ უნდა ვიყო თქო ამერიკული ინგლისურის წესია ზუსტად ის რომ ორიგინალიდან უნდა გადმოიღო და არა მესამეენიდან როგორც საბჭოთა დროს ხდებოდა რუსულიდან რომ თარგმნიდნენ და ევროპული სახელებიც რუსულიდან შემოდიოდა და მეორე წესია რომ ორიგინალიდან ისე უნდა გადმოიტანო რომ შენს ენას მოერგოს ანუ მე რატო კივნეულად აღვიქვამ ხოლმე ამას იმიტომ რომ პაპა ჩემი მიშა ჭაბაშვილი იყო ავტორი უცხოური სიტყვათა ლექსიკონისა ლექსიკოგრაფი და გარშემო ჩემთვის ის ხალხი ანუ მარტო პაპა ჩემი არა გარშემო ვისთანაც მუშაობდა რაც წმინდანები ესეთი ნათქვამი არ იყვნენ წმინდანები მაგრამ ნუ მთელი ცხოვრება მიუძღვნეს და მაგას მიუძღვნეს რომლებიც არის ხდნენ და არ ამბობდნენ რომ რუსულიდან როგორ კარგად შემოვიტანოთო ცხადია მან არის მთელი წესები და ტიპებს აქვს სადოქტორო და რაღაცები ეხამდელი ენით რო თქვა სამაგისტროები და რაღაცები დაწერილი ერთი კონკრეტული TH-ი როგორ შემოვიდეს და რატო და რა უნდა უყოთ ტოპონიმებს, რომლებიც ინგლისურში ესპანურიდან შევიდა და მერე შემოვიდა აქ შეიძლება რუსეთის ხანდახან რაღაცის გავლით რო შემოვა და დამკვიდრდება, იმასე ჩაიქნება ხალხს რომ ოკეი, ეგრე იყოს. ხანდახან ვიტყვენ რომ არა სხვანაირად უნდა იყოს. ესპანური ტოპონიმი ინგლისური და რუსეთის გავლით რო შემოვიდა, ტეხასი არის მაგალითად. ზოგი თანამშრომლები ტექსასი რატო არ უნდა ვთქვათ, ამერიკელები ტექსასს ამბობენ. მაგრამ მექსიკელები მანამდე ტეხასს ამბობდნენ. აი რაღაც მთელი ამბებია, რომელიც ჩემ და სამარცხვინოდ უკეთესად უნდა ვიცოდე, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ არ ყოფილა არც ერთი თაობა საქართველოში ენათმეცნიერების და ლექსიკოგრაფების მადლობა, რომლებიც ისხდნენ და ფიქრობდნენ, რომ აბა რუსეთს მოსკოვს როგორ ვაამოთ და როგორ კარგად რუსულიდან შემოვიტანოთ. არ იყო ეგრე, წესები იყო და დეჩემ მეჩხოება ხოლმე სულ რო თქვიო და ეხაც ვიტყვი, რომ იმის რომ როგორც დადგენილი არის სტანდარტი, იმის მიხედვით უნდა ვთქვათ, რომ სანამ ეს სტანდარტი არ შეიცვლება. ანუ წესით მაგას უნდა დაემორჩილო, როდესაც რაღაცა 15 ენათმეცნიერი ზის, ეს ხუდი გავიკეთე ესეთი შუა საუკუნეების
რა ქვია, ჯადოქრების დრო ესე დაადგენენ, მე იმას მიყვებით და როცა შეიცვლება, მე ისინი შეცვლიან სამწუხაროდ თლათ ეგრე არ ხდება ხოლმე, ყველამ ვიცით, ხშირად ჩამორჩენილი არის ეს ენაზე მომუშავე ხალხის სისწრაფე არ ერგება მოვლენებთა განვითარების სისწრაფეს, იმიტომ რომ რაღაც AI შემოვიდა, რაღაცა გავიდა, მაგრამ რა ვიცი. კი ბატონო და ორ სიტყვას მე შევაშველებ, აი ეს ორი ლექსიკონი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი და უცხო ენათა ლექსიკონი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ქეგლი და უსილო როგორც შემოჯახში აძახეთ. აი იქ რომ გადაფურცლავთ და ნახავთ თუ აი ეს რენდომ გადაშალე და ნახე ხო განმარტებები, ვარიანტები, საიდან შემოვიდა, როგორი წარმოა, მიხვდები რომ ეს არ არის ეს მექანიკურად და არამეცნიერულად და ზერელეთ გაკეთებული ნამუშევარი. ყველა სიტყვას მე რა გაგიჩნდება მოწიწება ორიგინალში როგორ არის და თუ საიდანმე შემოვიდა, რატო შემოვიდა კი ინგლისიდან. ბატონო, აი გაგიჩნდება მოწიწება და ნდობა და ყველაფერი, რომ არ იტყვი რომ აი ესე იყო და იქიდან რუსულიდან თარგმნიდნენ და ესე და ისე. ხო, ანუ არის მიზეზი რომ ვაშინგტონს არ ვამბობთ და ვაშინგტონი არის, იმიტომ რომ რა ვიცი. ყოველთვის გასაგები არ არის ხოლმე, ანუ აქაც გულაპარაკია, ხან პიოტრი შემოდის, ხან პეტრე შემოდის. გააჩნია მეფე არის თუ უსტინოვი. პიტერი. პიტერ უსტინოვი კი. დიდი ინგლისელი მსახიობი. კიდე დავამთავროთ, იმიტომ რომ ხო, არის კიდე გაქვს რაღაც. არა, გავედით ბოლოში და სულ ეს იყო და რა ვიცი, აბა დანიაში თუ ვინმე ამ ყოფი და გვეტყვის მართლა რა ჯოჯოხეთი ხდება, ან კიდე დანიაზე უარესი კიდე სხვა რომელიმე ქვეყანა თუ არის ევროკავშირში, არ დაიზარონ და მოგწერონ, იმიტომ რომ ხო უნდა ვიცოდეთ რას ვერიდოთ ნიკო. კი, შემთხვევით ხო ეხი არ ჩავიდე ხო წაგვიდა.